სხვა ამბებიდან წყობის საწარმოების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის მორიგი პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. კოორდინატორებმა მოსახლეობას პროგრამის მასში მონაწილეობის წესები და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. პროგრამის მიზანია მათ, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება. სტარტაპ საქართველოს ძირითადი ამოცანაა, რომ ვიპოვოთ ინოვატორები, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები, რომელსაც შეუძლიათ უკვე ისეთი კონკრეტული ინოვაციური იდეა, ინოვაციური პროდუქტად აქციას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გლობალური მასშტაბით მოახდინოს მათი გაყიდვები. ის პროექტი, რომელიც მთავრობის მიერ უშუალოდ პრემიერის მიერ არის ინიციირებული, რომელსაც ჩვენ საბაჟო ფონდი ვახორციელებთ ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, აი ასე რაიონებში გვინდა რომ მაქსიმალურად გავიტანოთ.